დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება. ქართული ოცნების კანდიდატ დავით ნარმანიასა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ნიკა მელიას შორის დებატების სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში 20 საათზე დაიწყება. მოდერატორის სტუდიარეს დირექტორი მამუკა ყუფარაძე იქნება. დებატები კანდიდატების 3 წუთიანი მისალმებით დაიწყება. მამუკა ყუფარაძის განმარტებით დებატები პირველი არხის ეთერით გადაიცემა და სიგნალს ყველა ნაციონალური მაუწყებელი მიიღებს. მონაწილეობას მიიღებს 9 საერთო მაუწყებლის მქონე ტელევიზიის ჟურნალისტი. ისინი დასვავენ კითხვებს უპასუხებს ბენ რიგითობით კანდიდატები. მათ გამოეყოფათ პასუხებისთვის 2 წუთი და თავში და ბოლოში კანდიდატებს ექნებათ შესავალი სიტყვა და შემაჯამებელი სიტყვა. ცნობილია, რომ კანდიდატებს შეეძლებათ თითო შეკითხვით ერთმანეთსაც მიმართონ. თუმცა არც ერთი კანდიდატი ჯერჯერობით არ ასახელებს კონკრეტულად რას შეეკითხება კონკურენტს. დებატებთან დაკავშირებით მაქვს სრული მზადყოფნა. მე შევეცდები, რომ დებატების პირველ ნაწილში ჩემი პროგრამა გადმოვცე სრულად და პროგრამის ძირითადი მიმართულებები მივაწოდო ამორჩევლებს. სწორედ ისინი ამას ელოდებიან ჩემგან, რაც ასე ვთქვათ, პირველი რიგის ამოცანაა. ასევე მზად ვარ უპასუხო იმ კითხვებს, რომლებიც დაისმევა ჟურნალისტების მხრიდან და ჩემს ოპონენტს დაუსვა ერთი კითხვა, რომელზეც მეც და საზოგადოებასაც ძალიან აინტერესებს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მიუღებელი არის ის ფორმატი, რა ფორმატიც ქართულმა ოცნებამ შესთავაზა მედიას, ჯერთვის თვითონ ფაქტი, რომ მან დაუდგინა თამაშის წესები და მან დაუდგინა ფორმატი მედიას არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემის აზრით შეურაცხყოფელი მედიისათვის. მიუხედავად ამისა, მივდივარ, მივიღებ მონაწილეობას ამ დებატებში, რადგანაც აუცილებელია, რომ პატივი ვცეთ თბილისელებს და მნიშვნელოვანია ასევე, რომ ხვალ და ზეგ ჩვენ გვაქვს ეთერი და დებატები ტელეკომპანია რუსთავი ორშე ტელეკომპანია იმედში, საიდანაც ჩვენ გვაქვს მოგბიღებული მოწვევა და იქაც მოვა ბატონი ნარმანია და იქაც გავმართავ დებატებს. ერთ საათიანი დებატი არავითარ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი. დებატებთან დაკავშირებით შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმაც გააკეთეს. დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დებატების გამართვა საერთოდ ზედმეტია. დავით ბაქრაძისთვის კი გაუგებარია, რა საჭირო იყო დებატების ასეთი ფორმატი. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ შემთხვევაში უმცირესობის ყველანაირი პრეტენზია ყველაფერზე. წლების განმავლობაში მათ მართლობას უსმენდით, ხედავდით და მათ ძალიან კარგად ვიცი მე რა ხდებოდა წლების განმავლობაში. მათ მიერ აბსოლუტურად შეცვალეთ სიტუაცია. ღია ეთერი ყველასთვის. ღია ეთერი ოპოზიციური ყველა პარტიისათვის. დებატები უნდათ კი ბატონო, აგერ დებატების საშუალებაც არსებობს. ახლა ფორმა აღარ მოსწონს დებატების. მე თუ გითხავთ, საერთოდ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს დებატებიც აბსოლუტურად ზედმეტია. ნამდვილად გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ ახალი ფორმატის მოგონება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, ისეთი შტაბ-ბეჭდილების შექმნა, გეგონება რაღაც ისრაელის და პალესტინის ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს მოლაპარაკებაზე. ჩემთვის ეს იყო გაუგებარი, ვინაიდან არსებობს კონკრეტული ტელევიზიები, არსებობს კონკრეტული გადაცემები, კონკრეტული დებატები და ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდა ამ გადაცემებში მისულიყო და საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებია. კი ბატონო, პრობლემა არ არის, ჩვენი კანდიდატი მივა ამ ფორმატში და იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება იხილავს დებატებს, რომელიც კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, ვინ რას თავაზობს ხალხს. არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა კონკურენტი დებატებში რამდენჯერმე გამოიწვია. თუმცა ქართული ოცნება დებატებს მხოლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე თანხმდებოდა. ქართული ოცნების პრესპიკერმა განაცხადა, რომ მათ ნიკა მელიას წერილობით მიმართეს და პასუხსაც იგივე სახით ითხოვდნენ.